აბსოლუტურად გაბადრული ვარ. პირველ რიგში მინდა წარმოვადგინო ჯგუფი ნიუტონი, რომლის აბსოლუტური ფანი ვარ და ყოველ 4 შაბათს რომ მყავდეს, ვიქნები ყველაზე ბედნიერი და ამათან ერთად ვაკეთო ის რაც ჩემ არანორმალურ თავში დაიბადება, მაგრამ რა ვქნა ხალხმა. ლოტარიაში მოვიგე ფულს და მე ვიზა მაგ. მომავალი სეზონიდან ვიცით სამსახური. 4 შაბათობით შეულა ავიყვანოთ სამსახურში და ყავდეს. აი, შენ აიყვანე. მე ავიყვან პირადად. შენ აიყვანე პირადად. და გადაუხადე. და რაც თავარია, გავიგე იმ წუთშივე გავიგე რომ ვაჟა ჩამოვიდა და იმ წუთშივე დავრეკე, ყველაფერი მეგონა, მაგრამ ესენი ერთად თუ მოვიდოდნენ და აი ასეთ საჩუქარს გამიკეთებდნენ და სად გადაეყარეთ ერთმანეთს და უკვე ძალიან ვეჭვიანობ რომ უთშემოდ გადაეყარეთ ერთმანეთს და აღმოჩნდა რომ ერთ უბანში ვცხოვრობ. ხო. ძალიან ახლოს კი. და ესე იპოვეთ გამოდიოდა ფანჯრები. ესა უბანში შეხვდით თუ ისე გაიგეთ ეგ ამბობ. არა, ზვიადმა ძალიან კარგად იცოდა ვინ არის ვაჟა, ვაჟამ ძალიან კარგად იცოდა ვინ იყო ზვიადი, მაგრამ ყველაზე ძალიან მაინტერესებს ის რაც დღეს მოხდება. იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ჩვენთვის და სპეციალურად ჩვენთვის. ამორთეთ კამერები. და ეს მგონია ესეთი ზვიადი არ არის. ხო, შეიძლება და არც ვაჟა. ესეთი ზვიადი ვიყავი შორეულ ბავშვობაში. ხო და მინდა რომ ყველაფერი გააკეთო. შენ რაც შენ გინდა მუსიკაში. აი ამის თავისუფლება უნდა გქონდეს და ამის ღირსი ხარ და მე შენთვის თავისუფლება მადლობთ, მადლობთ. ვაჟიკო. როგორა? კარგად ვარ, მადლობა. და მე ძალიან მიხარია რომ ზვიადისთან ასე მომიხდა მუშაობა და რაღაც ერთმანეთთან ესე შეხმატკილებულად რაღაცა გავაკეთეთ საინტერესო და დღეს მაყურებელს მოვასწრებთ. ანუ შენ დააბრუნე იმ ბავშვობაში, რომელსაც ვეცხოვრობ, ესე გამოვიდა. შენ მიეცი ამის ბიძგი ალბათ. მე მგონი შეიძლება ითქვას. ანუ ჯაზში შემოიტყუე თუ როგორ არა, ჯაზში არა, მაგრამ ერთმანეთი რაღაცაში შემოიტყუეს ერთმანეთი. ჟულიკობაში როგორც მე ვიცახი. ეხლა მითხარი შენი ბედი როგორ არის და სექტემბრიდან წახვალ არ წახვალ თუ ვიყიროთ ისე. მე მგონი ნორმალურად არის და სექტემბრიდან ისე გავაგრძელებ საფხული. კარგად იქცევა? ყველანი კარგად იქცევა. ყველანი კარგად იქცევა. ვინც უნდა დააფინა? დაფინანსება არ ქონდა. არა, ესე კარგად იქცევა, ბიჭი იღიმის. ბიჭი იქცევა და კარგად იქცევა, რადგან იღიმის. კაი, გთხოვთ პირველი ნაწარმოებით და მერე რაღაცა თლად სიურპრიზები გვაქვს და გთხოვთ. შეგისრულებთ ვერისუბნის მელოდიებიდან ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი. ესეც სიურპრიზია. ესეც სიურპრიზია, ვაჟა და ესა არის. ზვიადი და ვერისუბნის მელოდია. ვერისუბა. და ნიუტონი კიდე. და ჩემი საყვარელი ნიუტონი. რუდე თუ გაქვს ხელი კეთილს ნუღარელი ქვიშა წყალს ვერ იჭერს ვერ ბედი გაგექცევა თავზე დაგექცევა ვანი ოცნები საშე რაისნათელი რასაც ახლავს ბნელი ვეღარ ხარობს სიგეთე არ დაუყვავოს არ გაუგზავნოს
სიტყვები არ მყოფდის, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები. რაობაში ცხვრა. მოდით აქ ცოტა ხანი სანამ მეორე ნომერზე გადავალთ, მაგრამ ადამიანები დღესასწაული. აი აბსოლუტური დღესასწაულის ადამიანები ხართ, რამდენი ვერსია მაქვს ჩემით და რამდენ ადამიანსაა გაკეთებული, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც უბრალოდ თემაა აღებული და მორგებული აი ამ რაღაცას. იმპროვიზაციულ რაღაც ინტერპრეტაცია და ძალიან მორგებული. თქვენ დაიმახსოვრეთ, რომ ხართ ყველაზე მაგრები ჩემთვის. შემიძლია ვთქვა ეს ხმამაღლა. ეს თქვენი ალიანსი ერთად არის ფანტასტიკური და ძალიან მოუხდა ეს ყველაფერი და საერთოდ ეგ აღარ წავიდე. ეგ ეხოს ასა. ეგ ჩვენ წაგვიყვანეთ. ორივე შემთხვევაში. რამდენ ხანში გააკეთეთ აი ეს ამბავი? დაახლოებით ერთ კვირაში ხო? ეხლახან ჩამოვიდა ეს აი ეს ადამიანი და. კი. და ეხა კიდე ერთ რამეს გეტყვი. მე ესე მორგებული შენ მომღერალს არასდროს არ მინახე. ერთ ენაზე ვლაპარაკობ. ხო, რაღაცა დაბიდული. უბანი ხედავ ხალხი. რა მინდოდა ამ ვაკეში წავედი? მე ხა მაგათაც ლაპარაკი საერთოდ არ მინდა. კიდე რაღაც მე მგონია რომ უბრალოდ მოსმენები როდესაც რაღაც ერთ დროში სივრცეში ემთხვევიან ნიჭიერი ადამიანები, ყველაფერი გამოდის. ყველა ესენი არიან ერთი ჭკუის და ყველაზე კარგი არის ეს. ერთ ენაზე ლაპარაკობენ. ამაზე დიდი ბედნიერება მუსიკაში მე მგონი. მეც არ ამაჭკვის, მაგრამ ფერი გამომიღე. იცი რა, ისე მეჩქარებ მეორე კომპოზიცია, მე ვილაპარაკო თუ დაგჭირებათ. ო რა. მიდით რა. იმიტომ რომ ის სუმთლად არ ვიცი ახლა და აქ კილწივილი ამბავი ავტეხოთ. აქ მარტო თქვენ ორნი ხართ, რამდენადაც ვიცი. ხო არ გეწყინებათ ასე ჩამომჯდარი. ხო.
Your voice of a კიდე რამე არ შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ. გეხვეწები არ მინდა ლაპარაკი. კიდე ერთად ოღონდ ესენი დამჯდარი არ შემიძლია. ჩქარა მოიფიქრე რა დაგემართა ახლა, ნუ. გადასცემამდე რო გეთხარ რა მოგივიდა. ისეთი ჟულიკი ხარ, გამხდარი. ნუ ყველაფერს გააკეთე. ყალიკა გადასხმა. დიდი. ოღონდ ბიჭებიც აყვენ. კარგით რა, ეგეთები გვიქნია. აი პირდაპირ რეპეტიციას, აი მეცნებით იმ უბანში. ნუ ახლა აბა სხვანაირად ჩაგინათ მოითათბირეთ, არ ვიცი რა. ლა მაჟორი. აგია, გამაკარია. დავნები შაკარები გავხრები
ჩვენ გავთავაზოთ არ ვიცი შენ მოახერხე და ბოლომდე გახსენებულ ქოზე თუ იმათთან მოწონს თუ რა ვიცი არა იცი რა ამათან სულ არის ამათან სულ არის მე ბევრი რამე მაქვს გაკეთებული მაგრამ ეხლა რაღაცა ძალიან ამბავი ძალიან აი მეორე ამბავი კომპოზიცია თქვენი იყო ბატონო მეორე კომპოზიცია კი დიახ როდის ბავშვობაში ვეთამაშებოდი ხოლმე ესეთ რაღაცებს სწავლობდი თუ რაღაც ვეთამაშებდი მაგარი ბავშვობა ძალიან გიხდება და ვაჟასთან ერთად გაცოცხლე ბავშვური კი აი და მინდა რომ ჩავწერო სიმღერა ვაჟასთან ერთად აუცილებლად უნდა ჩაწერო რაღაც აი რამდენი ხანი ხარ შენ თბილისში ამ ჟანრს რაც ახასიათებს ის აგვისტოს ბოლოს შენ თბილისში ხარ კი თუ არა და უნდა იყოთ რა მანეთი და ახასიათებსო რაო? აი ახასიათებს ურთიერთობა ამ ჟანრს სისუფთავეა ურთიერთობა და დიალოგი და ღიმილი და ყველაფერი მოკლედ პოზიტიური აი ძალიან გულწრფელია ვაჟა აი ესეთი რო ჩანს ყველაფერი კარგად ნამდვილი ხარ და მინდა გითხრა კასტინგზე ეს ვერ იღე კონალობაში ვერ არტყავდა მაგრამ მაგრამ შენ გარტყი მე ნამდვილად ჩემი გარტყმული ბავშვია აი მოვიცაც მაგნა გაარტყა შენ ტექს გადახან იცი რა ძალიან მინდა რომ საერთოდ ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია ზვიადი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ვაჟას ტექსტზე დაწერო გუნდი და იყოს აბსოლუტურად ტრაგიზმით სავსე და იყოს ურთულესი ჰარმონიულად, როგორ შეიძლება მე აიღო და რაღაცა უცბად მობოდო სამბა და იყო არაჩვეულებრივი. აი, ძალიან ნიჭიერი ხარ. და იქ ქვეყანას რა უთხარი, აი ეს ნიჭი რო არდებს, აი ესე ზევით, რა ვქნა, მაპატიოს ჩემმა ქვეყანამ მაპატიოს წაიყვანეს ზვიადი გეხვეწები წაიყვანეს ზვიადი შენ კარგად იყო იმიტომ ეხლა რომ არ უნდა წასვლა კაცო რა არ უნდა ბიჭო გადაშენების გზაზე რა არის კარგი პირიქით წაჩი ნიუტონიც კარგად ოღონდ როცა მეკითხო ჩამოდით ხოლმე იმიტომ რომ არ დამტოვოთ ეს ძალიან ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება და შეიძლება აი ამ არაჩვეულებრივ რაღაცები გიტრიალებს თვალებში. იმდენი რამე მიტრიალებს ფული მომავალი სეზონია წინ მაინც ფულამდე მომავალი სეზონი სადაც შენი იდეები დააკონსერვე სექტემბრამდე და მე როცა ახადე უკვე მაგრამ ნუ აი ეს ადამიანები მჭირდებიან და ზვიად ეს მადლი უკან დაგიბრუნდე მე მაგალითად ჩემს სპორტულად ვიტყვი რომ ძალიან მაგალითად ნასიამოვნები ვარ და ეხლა უფრო თამამად წავალ ოლიმპიადაზე ჩვენები ყველანი მოიგებენ დღეს ვისიცე დღე გვაქვს და წარმოდება ჩვენ სპორტსმენებს. და ხაი ესეთი მუსიკოსები და შენზე მიმუშავია არა მე რო წავალ დამუხტული აქედან იმიტომ მოიგებე ეგას ამის იმედი გვაქვს ჩვენ. ყველაფერი დადებითი. ყველა ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან მადლობთ თქვენ ძალიან დიდი ძალიან და არ ვიცი თქვენ გვერდში ვარ და სულ თქვენ გვერდში. გემშვიდობები და ესეთ ამბავებს. გემშვიდობები შემდეგ 4 შაბათს კიდევ საოცრად. ხალამდე.